უბრალოდ ამაში დავიწყე ფულის აღება. ცოტა ისე ჟღერს ახლა, მაგრამ აი ეს არის სტუმარ მასპინძლობის ბიზნესი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მართლა ვიყოთ ელჩები, ასე ვთქვათ, ჩვენი გურიის პატარა ელჩები. და აი მისი დანახვა რა განძის პატრონები ვართ. იმიტომ რომ ჩემნაირი ეზო, ჩემნაირი ადგილი, მდებარეობა ძალიან ბევრ ადგილს აქვს გურიაში. ნამდვილი ღვინის კასრი, რომელშიც დაახლოებით 100 წლის წინ ღვინო ესხა. შეიძლება შევიჭყიდო? შევიჭყიდე. ნახევარი ნაგავსაყრელიდან მაქვს მოტანილი, აი ეს ძველი აგურები, ქართული აგურები, რომელიც აბსოლუტურად ახალი სიცოცხლე მივეცით. იცი რა, გურიას სხვას ვერ აკადრებ. აქ ისეთი სიმწვანეა, იმდენი წყალია, იმდენი მდინარეა, რომ სხვანაირს მე ვერ ვაკადრებდი და ეს ჩაის დუყი რა მოგზაურობას აკეთებს, რომ შენს ფინჯანში მოხვდეს. ქართული ჩაი მართლა უნიკალურია, იმიტომ რომ ფაქტობრივად უკიდურეს ჩრდილოეთში მოდის და კომლი მოგეხსენებათ დიდი ოჯახი. ამ წუთას 4 თაობა ვცხოვრობთ აქ. მაგრამ მე ამაყება, იმიტომ რომ ეგეთი რამე ნანახი არ გექნება, არ არსებობს ეგეთი საქართველოში. ეგ ხელით არის, როგორც ადრე ჩვენი ბებოები აკეთებდნენ. გამაგარია. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამბედაობა, რომელიც გურულ ხალხებს არ გვაკლია. ძირითადი მაცხოვრებლები ვართ, დედაჩემი, მე და ჩემი მეუღლე. და ერთ რამდენიმე წელია ჩემი შვილი თავის ამერიკელ მეუღლესთან ერთად და 4 შვილთან ერთად გადმოვიდა ამერიკიდან. გაცხოვრებათ აქ. გააძლიეროს გურია და საქართველო. აი პირველი ავსტრალიური სტუმარი რო ყავდა და რო იკითხა საიდან არია ეს ხალხია და ავსტრალიიდან მეთქი და გეოგრაფია კარგად იცის და გეშინია. რადგან ჩვენ ავსტრალიიდან მოგვაგნეს თუ აქ ხო? ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად წავა. პირველი მოკლედ აქ რო შემოვედი, ჩვენ კარგახანია უკვე აქ გავეცანით გარემოს, სანამ თქვენ ყურადღებას აქცევდით ტურისტებს, რომლებიც არ ვიცი, ალბათ 100-დან 99% თქვენი ნათესავები მეგონა თქვენი ოჯახის წევრები. ისეთ უშუალო და რაღაც ჰარმონიულ ურთიერთობაში იყავით. ფრანგები იყვნენ სხვათა შორის ლიონიდან და ბავშვებთან ერთად სუბოდიშებს იხდიდნენ, რომ მეთქი მიჩვეული ვარ ბავშვების სირბილს არ იზარდოთ თქვენ და რაღაცა კარგი ის შედგა, რა ქვია, კომუნიკაცია ჩემს ფრანგ სტუმრებთან ახლა და თან აინტერესებდათ ჩაის ამბავი. სტუმრები ძალიან გიყვართ, ეტყობა ამ სივრცესაც და თქვენს ურთიერთობას მათთან. იცი რა, სხვათა შორის ეს კარგი შეკითხვა და კარგი აქცენტი გააკეთე, რომ ეს ოჯახი ოდითგანვე იყო აი ეს გამორჩეული სტუმრიანობით. და მე უბრალოდ გავაგრძელე ეს ტრადიცია ჩვეულებრივად, ოღონდ ცოტა ახალი ნიუანსი შევიტანე რა. ეხლა ჩემი ქმარი კი ძალიან ბრაზობს, რომ სტუმარს ფული როგორ შეიძლება გამოართვაო, მაგრამ ანუ ის მას, რასაც მართლა მთელი ოჯახის წლების განმავლობაში, ასწლეულების მანძილზე უფასოდ აკეთებდა, აცნობდა გურულ კულტურას, სამზარეულოს, ხასიათს, სტუმრებს, ხო? უბრალოდ ამაში დავიწყე ფულის აღება. ცოტა ისე ჟღერს ახლა, მაგრამ აი ეს არის სტუმარ მასპინძლობის ბიზნესი და პლუს ამას მერე დაემატა ჩაი, რომელიც აი სავიზიტო ბარათი აქაურა. ეს კულტურული მიმოცვლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ხელა ტრადიციის მქონე პატარა წერტილისთვის რუკაზე მაგარი საქმეა ძალიან. თან მით უმეტეს როგორც ვიცი ყველა კონტინენტიდან ყავთ სტუმარი. კი, ეგ ყველა კონტინენტიდან და ეგეთი ხუმრობაც უქონდა, რომ ყველა კონტინენტიდან მყოლია და მყოლია სტუმარი, რომელიც ანტარქტიდაზეა ნამყოფი. ანუ ჩათვალეთ, რომ მართლა ყველა კონტინენტიდან. რავი, ძალიან ვცდილობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მართლა ვიყოთ ელჩები, ასე ვთქვათ, ჩვენი გურიის პატარა ელჩები. და ზუსტად ამ ელჩების გასაცნობად ვართ დღეს წითელ მთაში. მცირე დეტალებსაც შეუძლია რაღაც ვიზუალის თითქოს გარდაქმნა. თან იყოს საოცრად თანამედროვე და თან იყოს
ავთენტური, ნამდვილი, მიმზიდველი და ის სოფლის და გურული ხასიათი შენარჩუნებული ხონდეს. ეს არის სიყვარულით, როდესაც საქმეს აკეთებს სიყვარულით, როდესაც გიყვარ შენი გარემო, შენი ეზო, შენი კუთხე, ეგ თავისთავად გამოდის. ზუსტად ასე გამოდის და თან კიდევ დამატებით ის მინდა გითხრა, რომ იცი რა, ცოტა სხვანაირით ხედვა და პატარა ხედვა საჭირო იმისი და აი იმისი დანახვა რა განძის პატრონები ვართ. იმიტომ რომ ჩემნაირი ეზო, ჩემნაირი ადგილი, მდებარეობა ძალიან ბევრ ადგილს აქვს გურიაში. ოღონდ ამას სჭირდება გამოყენება, ამას სჭირდება ცოტა თანამედროვე ცოდნა, ცოტა მონდომება, ცოტა ძალის დატანება, რომ აი ნახე, წარმოვაჩინო ის, რაც ნამდვილად მაქვს. ანუ ეს არის მოცემულობა, მაგრამ მე იმას როგორ გაალამაზებ, როგორ გაასალაშინებ და როგორ მიაწოდი სტუმარს, აი ეს არის ძალიან სტუმარი არ აქვს მნიშვნელობა ეს თბილისიდან იქნება, კახეთიდან იქნება თუ პირდაპირ პარიზიდან. და თქვენ ხართ შესანიშნავი მაგალითი, ვინც რამდენიმე წლის წინ აი ესე ახლა რა გავაკეთო აქ როგორ დავბრუნდე ამ ადგილას და დაბრუნდით რეალურად თქვენ ხო აქ არ გაგიტარებიათ მთელი ცხოვრება. არა, და ზუსტად ეს ისტორია. მე 16 წლიდან თბილისში ცხოვრობდი, 16 წელს რომ გავხდი იქიდან თბილისში ცხოვრობდი და ორი ესე საფუძვლიანად დავბრუნდი 2000-ში. თან ვიაროთ რა, ძალიან დიდი ბოდიში ლამაზი ეზოა და მინდა სანამ გვაქვს ეს 20-25 წუთი ყველაფერი ნახოს. იცი რა, აი თუნდაც არ ვიცი ნახეთ თუ არა ჩემი ბამბუკების, აი ბავშვობიდან მინდოდა ეს ბამბუკები რა იყო, რომ აი ბათუმში რო ჩამოვდიოდი ხოლმე მაგალითად და პარკში ლამაზად მოვლილი იყო. არავის არა აქვს ეს ბამბუკები, აქ სოფლად მოვლილი ესე და ეხაც უკვირთი, იმიტომ რომ ულამაზესია. აი განსაკუთრებით ამ დროს მზის ჩასვლისას არის ულამაზესი ეს შუქები რომ რაღაცნაირად ლიცლიცებს და აი რაღაც საოცრებაა და ხო ვაიმე რა ლამაზია და მეთქი შენ ხო გაქვს ეს ბამბუკი წამ უიმე იქ რა შევა ვაიმე ხო და ეხლა წარმოიდგინე რამხელა შრომა ეს არის 24/7-ზე მართლა რა 24/7-ზე რომ ისე ლამაზად გამოიყურებოდეს ბამბუკის ტყე ესე ლამაზად ჩანდეს ჩაის ბუჩქები ეზო ეს არის აი ძალიან დიდი შრომის და მონდომების შედეგი ასე ვიტყვი და არა მხოლოდ თქვენი და გურულების ვინც ირგვლივ გვერდით გიდგათ თუნდაც ოჯახი და ასევე მეზობლები ასევე ვიცი რომ საინტერესო კონცეფცია შეიმუშავეთ ამ ხრივაც თქვენთან ჩამოდიან ადამიანები რომლებსაც თქვენ აძლევთ ყველაფერს რაც შეგიძლიათ აი ამ გარემოს სილამაზეს გემრიელ საჭმელს სტუმარ მასპინძლობას და ისინი თქვენ გეხმარებიან რომ ეს გარემო კიდევ უფრო საინტერესო გახდეს გეხმარებიან თან განსაკუთრებულად საინტერესო პროექტების განხორციელებაში რამდენიმე პლატფორმა ჩვენ ვიყენებთ ერთ-ერთს ეს არის Workaway როდესაც ადამიანები მოგზაურობენ ესეთი ხანგრძლივი სამოგზაურო პროცესში არიან და მოდიან რჩებიან ეცნობიან გარემოს სიტუაციას თან პარალელურად მუშაობენ და ძალიან კარგ შემთხვევაში ცდილობენ რომ ისეთი პროექტი განახორციელონ რომელიც აი სამუდამოდ დარჩება და აი რაღაც საინტერესო იქნება თან ისეთი რაღაცა რაც ჩვენ ბევრმა არ ვიცით აქ გვიჭირდა ანუ მიწათმშენებლობა მაგალითად მიწითმშენებლობა და გამოყენება არქიტექტურაში აი ამ კომპონენტის მიწის გამოყენება ნამდვილად ბატონ გივი ჯაყელთან და ერთად დავიწყეთ, რომელიც ეხა ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უძღვება, მაგრამ გარშემო ხო გჭირდება კადრი, ვინც ამაში დაგეხმარება და აი ეს იყო ეს ჩვენი უცხოელები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ზოგს მცირე გამოცდილება ჰქონდა, ზოგს უფრო მეტი, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ აი მთელი სული და გული ჩაედოთ ამაში, რომ რაღაც მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში. და რაშია მათი წვლილი ახლა რის დანახვად შეგვიძლია? პირველ რიგში აი ეს კასრები. ესენი არის სავიზიტო ბარათიც ერთი გამოდის კი ბატონო. იმიტომ რომ მართლა საოცრად ისეთი უცხო საინტერესო. მე ვიტყოდი რომ უცხო იმდენად არ არის ახლა ბათუმშიც არის რაღაც ესეთი გლემპინგები, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული იმითი რომ ნამდვილი კასრია, ნამდვილი ღვინის კასრი, რომელშიც დაახლოებით 100 წლის წინ ღვინო ესხა. შეიძლება შევიჭყიდო? შევიჭყიდე. ვაა, რა კარგია. სხვათა შორის გარედან კიდევ უფრო პატარა ჩანს და შესანიშნავი ფართია. თან ეს რაღაც მუხის სუნიც თან რო დაყვება. ეს ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ ბუნებრივი მასალა არის ჩვენთვის გადამწყვეტი. ანუ აი ეს
ძველი მეორადი მასალა. ესეც კასრიც მეორადია, რომელსაც აი ახალი სიცოცხლე მივეცით. აი ეს ნახევარი ნაგავსაყრელიდან მაქვს მოტანილი, აი ეს ძველი აგურები, ქართული აგურები, რომელიც აბსოლუტურად ახალი სიცოცხლე მივეცით. აი ეს ქვები, ბოკონები, რომელზეც გასულ საუკუნეში და კიდე უფრო იმაზე ადრე სახლები და ყოლაგურული ნაგებობა იდგა. აი ესეთ ახალი სიცოცხლე მივეცით და ვიყენებთ სხვადასხვა ვერსიით. ეკოლოგიურ გარემოს ქმნით. მაქსიმალურ, იცი რა, გურიას სხვას ვერ აკადრებ. აქ ისეთი სიმწვანეა, იმდენი წყალია, იმდენი მდინარეა, რომ სხვანაირს მე ვერ ვაკადრებდი და ანუ ესე გამოვიდა თავისთავად. 2018-ში, როდესაც პირველი რაღაც გურიაში ევროკავშირის მხრიდან იყო რაღაც პატარა პროექტების განხორციელება, აი მაშინ ჩაის ტურის იდეა გავაჟღერეთ და გავიმარჯვეთ კიდევაც და მაიქედან დაიწყო ესეთი ჩაის გზის პროექტი თქვენ გეკუთვნით მგონი ხო თანამოაზრეებთან ერთად? კი, თანამოაზრე იდეა ჩემგან მოდიოდა, დავიწყეთ და მე ახლა უკვე გავფართოვდით და იმერეთშიც ვყავს თანამოაზრეები და მოკლედ ძალიან საინტერესოა. უბრალოდ აქ იყო მიგნება ის, რომ ჩაის ტურიზმით შეიძლება საქართველოს კიდევ ერთი განსაკუთრებული რესურსი და ფუნქცია შეიძინოს, იმიტომ რომ ჩაის ძალიან ბევრმა ქვეყანამ არ იცოდა, რომ საქართველოს იყო ჩაის ქვეყანა. აი საბჭოთა კავშირის დროს ეგეთი ცნება ხომ არ იყო ჩაის ტურიზმი და არც მერე. და როდესაც გადავხედე ახლა და ვკითხულობ და ვეცნობი რა ხდება აი ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში, ხო? ევროპაშიც კი ჩაის ტურიზმის ასოციაცია არსებობს. და როცა ამას გადავხედე, ხო, მივხვდი, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა და ფაქტია. თქვენ თვითონ შეესწარით დღეს აგერ ჩემ საფრანგეთიდან ოჯახი როგორ ჩამოვიდა ზუსტად აი ამ მიზნით, რომ გააცნობოდა ჩაის კულტურა საქართველოში. როგორც ყველაფერი, ხო? ყველაფერი ორგანული და ბუნებრივი არის ძალიან საინტერესო. და ეხლა ხო ადამიანები ძალიან ცდილობენ ბუნებას დაუახლოვდეს და აი პანდემიამ განსაკუთრებული ბიძგი მიცა ამას ყველაფერს ხალხმა სახში დაიწყო პურის გამოცხობა. ანუ პირველად ეზიარა გარეთ რომ ვერ გაუსწრათ აღმოაჩინა რაღაც საოცარი სამყარო, რომ პური მარტო მარკეტში და სუპერმარკეტში კი არ იყიდება, სახში შეიძლება გააკეთო. ანუ ეს ჩვენ ახლა სოფლად აქ ბევრმა ვიცოდით, მაგრამ ადამიანებისთვის ზოგადად და ეს ძალიან ისეთი ამბავი იყო, ხო და ის რომ ჩაი ეს არ არის რომ შენ წახვალ მარკეტში რაღაც ამოარჩევ და რაღაც მითი ჩაის პაკეტში შეფუთულს იყიდი, რომელსაც ჩაადებ ჭიქაში, ადუღებულ წყალს დაასხავ და დალევ, რომ მარტო ეს არ არის ჩაი და ჩვენ ვყვებით ამბავს, რომ აი ამ ჩაის დუყიდან, ხო? ეს ჩაის დუყი რა მოგზაურობას აკეთებს, რომ შენს ფინჯანში მოხვდეს. ეს არის თქვენი ჩაის ტური. ეს არის ჩემი ჩაის ტური, რასაც ეცნობა და რაც მთავარია ჩაის კულტურას ზოგადად საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, ანუ როდიდან დაიწყო და რა განვითარება პოვა და აი ეს იმდენად საოცრებაა, რომ ადამიანს აჩვენებ, რომ აი აქედან, აი ეს რაღაცა აქ და უცბად ეს შენ ჭიქაში ხდება რაღაცა საოცარი, რაღაც სითხე, არომატული, საინტერესო, რომელიც თან გაფხიზლებს, თან გადუნებს, აი ჩაის ტკბობით საშუალება არ მოგვეცა. ანუ ეს ჩაი იყო რაღაც სხვა რაღაცა საბჭოთა კავშირის პერიოდში და სულ სხვა შინაარსი ჰქონდა, ამას როდესაც ის დაიძრა და წამოვიდა ჩინეთში. ყველა ქვეყანამ სხვადასხვანაირად მოირგო ჩაი. ჩვენც სხვანაირად მოვირგეთ გურულები, იმიტომ რომ ჩა და ძალიან ახლო იყო ჩვენთან და ძალიან საინტერესო, მაგრამ კომუნისტურმა ეპოქამ აი შეცვალა ეს დამოკიდებულება და იცით რა აღმოჩნდა, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პროდუქცია გაქრა მაღაზიებიდან და დახლებიდან 1000-ობით ჰექტარი ჩაი იყო გარშემო და უბრალოდ ადამიანებს არ ჰქონდათ უნარი, რომ ეს გამოეყენებინა თუნდაც სათავისოდ. მერე თურქული ჩაი შემოვიდა, მერე ჩინური ჩაი შემოვიდა და ქართული ჩაი სრულად გაქრა.
ბაზრებიდან და ანუ იყვნენ ადამიანები და არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებმაც აი არ დანებდნენ და იმ პერიოდში დაიწყეს და არ მოეშვნენ ამ ამბავს, გამიგე? და მე კიდე მინდა რომ თელს მსოფლიოს გავაცნო ზუსტად ეს ჩემი მეგობრები, რომლებიც არეპუებიან და ეხა გასაოცარ ჩაის ქმნიან, ძალიან საინტერესოს, ბევრი მათგანი თქვენს გადაცემაშიც მოხვდა და თან კიდე გავაცნო ეს ჩაის კულტურა, აი ჩაის ისტორია, ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში. აი ეს არის ჩემი მიზანი. ყველაზე მთავარი კიდე ვიცით რა არის, რომ აი ამას როცა ადამიანი თვითონ ამჩნევს და ხედავს, რომ აი აქედან ამან რა გზა უნდა გაიაროს, რომ შენ ფინჯნამდე მოხვდეს, აი ეს და აი ეს ჩემი ულამაზესი ჩაის სახლი და პატარა მუზეუმი, რომელსაც გაჩვენებთ კიდევ. გამორჩეული ადგილია. ეს რომ არა ჩემი საყვარელი ევროკავშირის დახმარება და ეს ამხელა შემწეობა, ხო, ეს ვერ მოხდებოდა და ვერ გაკეთდებოდა და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გვაქვს ახლა. არის ცოტა შეიძლება მოგაგონოს იაპონური, ჩინური ჩაის სახლები, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ აი გურულთან მიგვიახლოვებინა მასალა, სახურავი, ეს საუკუნეზე მეტი ხნის კრამიტი რაც არის, ეს ბოკონები, ქვის ბოკონები, რომელიც სათითაოდ მაქვს შეგროვებული გამოვიყენეთ. აი რაღაც ძალიან ბევრი გვაქვს საერთო ზოგადად ადამიანებს და რაღაცა საერთო გვაქვს ჩაის ქვეყნებს, რაღაცა არა და აი საბოლოოდ მივიღეთ აი ესეთი ფორმით, როგორიც გვაქვს. ულამაზესია მართლა. ქართული ჩაი რით არის უნიკალური? ქართული ჩაი მართლა უნიკალურია, იმიტომ რომ ფაქტობრივად უკიდურეს ჩრდილოეთში მოდის, მერე არ მოდის დიდ ადგილას. ეს არის შავი ზღვის პირეთი, ძირითადად, რომელიც აი ჩრდილოეთიდან კავკასიონი იცავს სიცივისგან და ქარისგან, ეს სითბო და სირბილე ზღვიდან მოყვება, არის ეს ადგილი ბუნებრივად არის ნოტიო და ძალიან ბევრი ნალექი აქვს და შესაბამისად ეს რაც ჭირდება ჩაის არის გადასარევი. თან ეს ჩვენთან ჩაის ვეგეტაციის პერიოდი აქვს დაახლოებით 5-6 თვე, ზამთარში ისვენებს, ამიტომ შესაბამისად ჩაი არის მოტკბო, რბილი, არომატული და განსაკუთრებული, მსუბუქი და ძალიან განსაკუთრებული, რაც ეხლა ძირითადად არის მსოფლიო ტრენდი, რაც განსაკუთრებით მოსწონთ ეხლა ჩაიში. ტურისტები გრძნობენ ამ სიმსუბუქეს? ეგრევე, პირველსავე წამს და პირველსავე კლუბზე გრძნობენ ამას. როგორი არიან თქვენი სტუმრები, როგორც ერთ დიდ ოჯახს რომ შევხედოთ? იცი რა, აი ეს ჩვენი კონცეფცია, სახელი, ხო, კომლი, სადაც ახლა თქვენი მყოფები, ჩვენ დავარქვით ამას და კომლი მოგეხსენებათ დიდი ოჯახი. ამ წუთას 4 თაობა ვცხოვრობთ აქ. დედა ჩემი, მე და ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, თავისი მეუღლე და შვილიშვილები. მეორე შვილიც პერიოდულად ჩამოდის ხოლმე თავისი ოჯახით და ეს ქმნის აი ამ ოჯახურ თბილ გარემოს. და ჩვენ ამ კონცეპტუალურადაც ეს არის, რომ ჯერ ერთი ახალი სიცოცხლე მივცეთ ამ ადგილს და კომს და მეორე ჩვენ ვუზიარებთ მათ აი ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სტილს, ჩვენი ცხოვრების სტილს, აი ამ სიამოვნებებს, რაც ჩვენ გვაქვს და ეს ის და მთავარია რომ მათ იგრძნონ თავი როგორც მშობლიურ გარემოში, როგორც სტუმრად ბებოს და ბაბუს სახლში, როგორც მშობლების სახლში, სადაც უკვე მარტო ცხოვრობ და ეს სტუმრები და უკვე ყველა ესე გვხდება და გასიამოვნოს, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ისინი ზუსტად აი ესე გრძნობენ თავს და აი არც ჭირდება ახსნა, რომ აი რაღაც იცი რა ესეთ შეგრძნება მაქვს, თითქოს ბებია ჩემთან ვარ სახლში სტუმრად და ეს ძალიან ნახარია. შენ ოპერატორის ხარ და პროდიუსერი? კი. ყველაფერი. ესე მე ვიტანებ თავის. იცი როდის დამირეკა პირველად? შუა თებერვალი era და მე ვთქვი ბიჭო. რა დროს თან გაქანებულ მშენებლობაში ვარ თავს ცეცხლი მიგიდია. ძალიან კრიზისულ პერიოდში ვიქნებოდით იმ დროს ამ რა გინდა? ეს მოდი მეთქი
მაშინ მარტში გავაკეთოთ თქო რა, მაგრამ მე მარტშიც არ მეცალა, ან მეთქი ან 3 მარტი, ან 8 მარტი რაღაცა ეგრე დავამთხვიო თქო და მოკლედ ძალიან გაგვიმართლა რომ ეხა დავიგეგმეთ. მე დღეს ყავდა 6 კაცი მუშაობდა, ეს სახლი მივალაგ ეს კადრებისთვის არა, მე თუ გინდა გაჩვენებთ. ნინო ბრაზდება ხოლმე რა დაატრა ამ ჩემს სახლში ხალხს, მაგრამ მე ამაყება, იმიტომ რომ ეგეთ რამე ნანახი არ გექნება, არ არსებობს ეგეთი საქართველოში. რაღაცა ის ხო არსებობს, რა ქვია. ტუკებისგან გაკეთებ ნამჯის სახლი და რაღაც, მაგრამ აი მაგხელა მასშტაბის, მაგხელა სახლი, ბუნებრივი მშენებლობის არ არის. და ვიღაც ხალხი მოდის, რაღაც რა დამიჯდება, ვიღაცემ შანსი არ არის. მე ჩვენ რომ მათ მოხალისეობრივი შრომ არ გამოგვეყენებინა არც ერთი არაფერი შანსი არ არსებობდა რომ ეგ გავგვეკეთებინა. ანუ მარტო გურულების იმედზე. აქ რა საოცრება ხდება. მან ხდება ზუსტად ეს რომ ესე და ჩაის ხოთლები ხელით მოგრეხილი გადის ფერმენტაციის პროცესში. ეგ ხელით არის, როგორც ადრე ჩვენი ბებოები აკეთებდნენ. რა მაგარია. ხელით აკეთებთ ყველაფერს აქ. ვიცი რა, ძირითადად ხელით ვაკეთებ, პატარა მინი ტექნიკასაც ვიხმარებ, მაგრამ ძირითადად სტუმრებს აი ეს პროცესი მოსწონთ. ისევე როგორც სახში გამოცხარე ხაჭაპური და პური და ასე შემდეგ. თეთრი შურით ყველას შურს თქვენი რომ აი რა ბედნიერი და შესანიშნავი ცხოვრები ცხოვრობს, მაგრამ ამის უკან ვიცი რომ იქნება ბევრი სირთულე, რაც კადრში შეიძლება არ გამოჩნდეს. და ეგ გამომწვევები ბევრია, სირთულეც ბევრია, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამბედაობა, რომელიც გურულ ქალებს არ გვაკლია. და გამბედაობა. ან უნდა გაბედო, იცი, გადადგა ნაბიჯი და გაბედო და დაიწყო. აი რაც მოგწონს, რაც გიყვარს, რაც რაღაცა შენია. არაფერი აქ განსაკუთრებული არ ხდება. არ ხდება გურული სტუმარმასპინძლობა, დედაჩემი და ბებიაჩემი როგორც აკეთებდნენ ჩაის, აი ისე და მერე სიყვარული და აი ეს გარემო, რასაც ვქმნით ნამდვილად. აი მე განსაკუთრებული არაფერი. მუშაობს, ძალიან მუშაობს. აი ძალიან, იმიტომ რომ არის რეალურად არის აი ის დეფიციტი ყველგან. საქართველოშიც რომ აი რაღაც მშობლიურს, რაღაც ორგანულს, რაღაც ბუნებრივ შეეხო და გახდე მისი მონაწილე. ყველაზე მნიშვნელოვანს რას იღებთ თქვენ ამ ყველაფრისგან? ძალიან დიდია უკუგება აქედან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი, იმიტომ რომ როდესაც გასცემ სიყვარულს და მე ორმაგად გიბრუნდება, ხო? არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხანდახან ვადარებ ხოლმე ამას სცენაზე გასვლას, იცი, როდესაც მსახიობი ბევრი მსახიობისგან გვსმენია, ხო? აი წნევა მაქვს, უდაცა ვარ გული და აი როცა გადის სცენაზე და ყველაფერი ავიწყდება და საოცარ სიამოვნებას ანიჭებს მსმენელს და მაყურებელს, ხო? რაღაც ამას შევადარებდი, იმიტომ რომ მეც არ დაგიმალავთ და თქვენ სანამ მოხვიდოდი, ძალიან დაღლი და ართული დღე მქონდა და ვფიქრობ, ეხა ამას როგორ გავაკეთებ, მაგრამ უკვე რომ პროცესში ჩართული, ხო? უკვე ძალიან გავერთე, გესმება თავისით. გავერთეთ. ძალიან ვისიებ და იცი რა, შენ თუ ვერ იღებ სიამოვნებას, მაშინ ვერც სტუმარი ვერ იღებს სიამოვნებას. ეს ცოტა გავარჯიშებადია და თან რაღაც ოჯახურია. შეუპოვრობა და გამბედაობა არის ის, რაც მთავარია, როდესაც რაღაც ახალს იწყებ. ახალს, მაგრამ თან შენია და იცით რა, იავარდით მოფენილი არ არის, მაგრამ არის ბევრი სიამოვნება, ბევრი კარგი და ჩვენ შემთხვევაში მთავარი, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვაკეთებთ ამას. რომ დედაჩემი, ხალასაკის 4 თაობა, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, სიძეები, შვილიშვილები და რაღაც გამოგვდის, რომ მართლა კომლი ვართ. კომლი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საიდანაც კვამლის სულ ამოდის. საიდანაც კვამლის სულ ამოდის.